ნარკომომხმარებელთა მიმართ სასჯელის შემსუბუქების დაპირებას მმართველი გუნდი კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს. თემაზე დისკუსია ახლიდან იხსნება. ამჯერად უკვე ღიად და ქართული ოცნების შიგნით. Არვე თანხმებით დეკრიმინალიზაციას, თან ყველა სახის ნარკოტიკისას მიგვაჩნია ეს, რომ ნარკომომხმარებლების რაოდენობას გაზრდის ქვეყანაში. არანაირი მომატება, არანაირი ხელისშეწყობა ამ კანონმდებლობთ არ ხდება. ციხეში არ უნდა გავუშვათ. ეს არის ამ კანონმდებლობის არსი. რეპერების საქმე, თემის პიკი და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბერა ივანიშვილის მხარდაჭერას და ქუჩის აქციას დაუყოვნებლივ მოჰყვა. როდის ჩამოყალიბდება ხელისუფლება რასურს მას? კანონმდებლები, ექსპერტები და ისინი, ვინც ამ თემის გამო თავს დაზარალებულად მიიჩნევენ. ნარკოპოლიტიკა პოლიტმეტრში დღეს. ენდეთ პოლიტმეტრს. საღამოშვიდობის ეთერშია პოლიტმეტრის საკითხი, რომელიც საქართველოში მოქმედმა ყველა ხელისუფლებამ ამ დრომდე ღიად დატოვა. საუბარია ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ სასჯელის შემსუბუქებაზე და ამ საკითხის თანხლებ საკითხზე. ეს გახლავთ ჩადებები, რომელთა შესახებაც თქვენც ბევრი ხსმენიათ, ისევე როგორც ჩვენ და არსებობენ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამის შესახებ ყვებიან. დღეს გაირკვა, რომ მმართველი გუნდი ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული იმასთან დაკავშირებით, მოხდება თუ არა ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ კანონმდებლობის შემსუბუქება, მათი სასჯელის შემსუბუქება. ჩვენ ამაზე გვექნება დღეს ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი, დისკუსია თემაზე, როგორც კანონმდებლების, ასევე ადამიანის უფლებათა დამცველთა და ფსიქოლოგთა მონაწილეობით, თუმცა მანამდე მინდა გავხსენოთ ადამიანები, რომლებიც უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში, მიუხედავად დაპირებისა, მაინც უჩიოდნენ ამ თემის თანხლებ ძალიან რთულ საკითხს, ეგრეთ წოდებულ ჩადებებს. გავხსენებ მათ, ვინც ჩვენმა რედაქციამ აი ბოლო მოკვლევისას კიდევ ერთხელ შენიშნა, როგორც ამ საკითხით დაზარალებულები. გიორგი გუდაძე 2015 წლის 12 მაისს დააკავეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით მის მახლობლებმა და ადვოკატებმა მრგვალბაღში. მაშინ საპროტესტო აქციაც გამართეს არა ნარკოტიკების ჩადებას, ეს იყო ერთ-ერთი პირველი აქცია, რომელმაც ახალმა ხელისუფლებამ მიიღო როგორც პროტესტი ამ საკითხთან დაკავშირებით. კიდევ ერთი ახალგაზრდა შოთა პაკელიანი 26 წლის ნარკოტიკის მოხმარება შეძენა-შენახვა და რეალიზების ბრალდებით დააკავეს. ოჯახი ამბობს, რომ პოლიციელებმა მას ნარკოტიკი ჩაუდეს და სასტიკადაც ეპყრობოდნენ. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გაათავისუფლეს და 4 წლიანი პირობითი მსჯავრით შეუფარდეს. 2 დღის წინ მთავრმა პროკურატურამ შოთა პაკელიანს დაზარალებული სტატუსი მიანიჭა. 1 დღის წინ კი პროკურატურაში დაზარალებული სტატუსით ის დაკითხეს კიდეც. კიდევ ერთ საინტერესო შემთხვევა 20 წლის სტუდენტი ირაკლი ხოფერია. ის მარტში დააკავეს ვაკის საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებს სისცემასა და სასტიკ მოპყრობაში ადანაშაულებს. თბილისის პროკურატურა იძიებს მის საქმეს, დაზარალებული და მისი ოჯახი ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვენ. ნახოთ, რას წერს თავად ირაკლი ხოფერია, როგორ იხსენებს მომხდარს, საათნახევარი მაწამეს, ამბობს ის, თუ არ აღიარებ, წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო. ცხვირის წამალი, ნავთის ინიმედო ჯიბეში და მეუბნებოდნენ ამ წამალზე ხომ არის შენი ხელის ანაბეჭდი, ეს ანაბეჭდი გადავა იმ ნარკოტიკზე, რომელსაც ჩაგიდებ და მე ამტკიცე, რომ შენი არ არის. ეს გახლავთ ირაკლი ხოფერიას მონათხრობი. კიდევ ერთი ახალგაზრდა მსგავსი სტატუსით დაკავებული, უფრო სწორად ერთ-ერთი მძიმე ფაქტი, რომელიც უკავშირდება იგივე თემას, ეს გახლავთ დემონსტრუა, ყველას გვახსოვს 22 წლის სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 2016 წლის 7 აგვისტოს მოიკლა მან თავი, გარდაცვალებამდე წერილი დატოვა. სამტრედიის პოლიციის ყოფილი თანამშრომლის გოდერძი თევზაძის მხრიდან ის ზეწოლის შესახებ საუბრობს ამ წერილში. პოლიციელი მისგან მისივე თქმით, მისივე დანატოვარი წერილის მიხედვით მოითხოვდა, რომ მიეწოდებინა ინფორმაცია სოფელში ვის და სად ჰქონდა დათესილი კანა. კიდევ ერთი გახმაურებული ფაქტი, ეს გახლავთ გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორის ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე 28 წლის ის დააკავეს 13 მარტს, მასაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ჭხრიკის დროს ამოიღეს 2 შეკვრა ფხვნილი და აბები, ბუნებრივია მისი ახლობლები და თავად დედა, რომელიც არის აქტიურად კრიტიკით დაკავებული მოქმედი ხელისუფლების მიმართ, არ ეთანხმება ამ ბრალდებას და
ეს ფაქტიც მათი მხრიდან აღქმულია როგორც ნარკოტიკების ჩადება. მიხეილ თათარიშვილი 27 ივნის 10000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ის 17 მარტს დააკავეს. მას 18 აბის უბოტექსის შეძენა შენახვა შედავებია. ნანა მარგველაშვილის განცხადებით ის პრეზიდენტის ქალიშვილია. თათარიშვილს სუბოტექსი ჩაუდეს. 20 მარტს ამ განცხადებაში შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ პოლიციელების მიმართ მსგავს პრეტენზიებს მტკიცებულებები სჭირდება. თორნიკე კაჭარავა 15 მაისს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალებების დიდი ოდენობით შეძენა შენახვას გულისხმობს. და ბოლოს მინდა ასევე კიდევ ერთხელ გავიხსნათ ბირჟა მაფიის ძალიან გახმოვრებული შემთხვევა. მიხეილ მგალობლიშვილი, გიორგი ქებურია, ისინი გათავისუფლდნენ, თუმცა აქ არსებობს ეჭვი, რომ გათავისუფლდნენ სწორედ იმ მხარდაჭერის შემდეგ, რაც მათ გამოუცხადა ცნობილმა რეპერმა და საქართველოს ყოფილი პრემიერის ვაჟმა ბერა ივანიშვილმა. არ არის სრული სამწუხაროდ ეს გახმოვრებული შემთხვევებია. ჩვენ მაყურებელთაგან ალბათ ბევრი იცნობს მის თავს არსებულ შემთხვევას, ამიტომაც დღეს სწორედ ამ საკითხზეც ვისაუბრებთ, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასთან.იდან პოლიცია იძახდა, რომ მე მარტო ვიმყოფებოდი რა. მე აღმოჩნდა მოწმეები იმისი, ვინც იძახიან, რომ მე ჩემ მეგობრებთან ერთად შევედი ამ სასაუზმეში და შევუკვეთეთ საჭმელი. შემდეგ შემოვარდნენ ეს პირები და უბრალოდ რავი ხელები გადამიტრიალეს, ჩამს ეს მანქანაში ვიყავი ჩემს მეგობართან ერთად, მინდია გოგო ჭურთან და ლევან მაისურაძესთან ერთად. დატოვეს ეს ორივე იგივე ლოკაციაზე, თქვენ წამოიყვანეს პირდაპირ თბილისში? კი, მე წამომიყვანეს პირდაპირ თბილისში. რო წამომიყვანეს მე რა, მთელი გზა სურამიდან თბილისამდე, ანუ გათქვება ქონდათ ბოლომდე აწეული რა, ესე ვთქვა და მე მაშინ ვერ მივხვდი ამას რა, ანუ გამიკვირდა კიდევაც რა, რომ მეთქი არ ცხელად, რომ მეთქი ჩაუწიეთ ხო რა გათქვებას. მიმიყვანეს ქალაქის სამმართველოში, უკანა შესასვლელიდან შემიყვანეს, რადგან წინ მელოდებოდა ანუ ადვოკატი და ანუ სახალხო დამცველი. ანუ არ მანახეს მე ეს ხალხი, ანუ იქ ამხადეს მე და ანუ შემდგომ რა მე როგორც მივხვდი რა, ეს ანუ გათქვება იმიტომ ქონდათ რა, ჩართული რომ ანუ გაოფლიანებული ყავი, რომ გამხადეს მე ეს დასაცმელი, სადღაც გაიტანეს რა. და ანუ იქიდან გამომდინარე რომ მე თვითონ არც ეს წამალი არ მინახია და ანუ ეს მაიკა რომ გაიტანეს, ანუ არაუდი არის ჩემი რომ ნუ ალბათ არ ვიცი და რაღაცა ამოავლეს ამაში ალბათ რა, ანუ ჩემი აზრით რა, რომ ანუ ოფლი რო გადავა შესაბამისად ალბათ დემიც გადავა ხო? და ნუ ამის მერე სამ დღეში მითხრეს რომ ანუ 18 აბი სუბოტექსი ქონდაო შენ. გამომძიებელი რომ შემოვიდა მე ვკითხე რომ ანუ ხმილი არის მეთქი თუ ანუ რა არის ხო რა, რომ ვიცოდეთ ხო რა და ანუ ექსპერტიზა დაადგენსო აი ესეთი პასუხები და მეთქი ვის მაინც მითხარი მეთქი რომ ანუ როგორ გამოიყურება მეთქი და ტაბლეტებიაო რა. მეთქი მითხარი მაშინ მეთქი რამდენი ტაბლეტია მეთქი და 18-ია მიპასუხა. ანუ აი ესე გავიდე პირველივე სასამართლოდან ვითხოვ რომ ანუ ამოიღონ ეს ვიდეო თვალი და რაც არის პოლიციაში დამონტაჟებული და ხო და ნუ რატომღაც არ დამიგმაყოფილეს ეს მოთხოვნა რა და მე რო ვიტყუებოდი ანუ რა მე ხო არ მოვითხოვდი მაგას ხო რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი იხდის დღეს უკანონოდ სასჯელს რა თუნდაც ანუ ან ჩადების გამო არა აუცილებელი რომ მაინც ამაინც ნარკოტიკი არის რა ვიღაც ნარკოტიკს უდებენ ვიღაც იარაღს უდებენ ვიღაცას რაღაცა ნივთებს უდებენ და რაღაც საქმეებს აბრალებენ რა ხო და რავი ჩემი თხოვნა არის რომ ანუ ამ ადამიანებსაც ანალოგიურად გვერდში დაუდგათ ისევე როგორც მე რა წარმოგიდგენ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრებს აკაკი ზოიძე ქართული ოცნება პარლამენტისგან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია გირჩი პოლიტიკური მოძრაობა გირჩი ბექა წიქარიშვილი თეთრი ხმაურის მოძრაობის გახლავთ ერთ-ერთი ლიდერი აქციების რომელიც საპროტესტო ფორმატში იმართება ასევე ხათნო თოდაძე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკოკომისიის პრევენციის ცენტრის ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილე მადლობა მეგობრებო გადაცემაში სტუმრობისთვის მოდით იაგო ხვიჩიათი დავიწყებ გამარჯობა იაგო მადლობა კიდევ ერთხელ მაინტერესებს ვიკითხვასთი რამ თუ შეგიძლიათ აგვიხსნათ და გვითხრათ როგორ ფიქრობთ თქვენ რა კავშირშია ნარკოპოლიტიკა სწორედ აი ამ საკითხთან რაზეც ჩვენ ვისაუბრებთ თუ კი თქვათ შემსუბუქდება სასჯელი ნარკოტიკების მომხმარებელთა მხრიდან გამოიწვევს თუ არა ეს მსგავსი ტიპის თქვათ პრობლემების მოგვარებასაც ქვეყანაში ჩადებებს გულისხმობ ჩადებებს რომელიც ჩვენ გვესმის შევარდნაძის ხელისუფლებიდან მოყოლებული რომელიც იყო ქვეყანაში სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში და აღმოჩნდა რომ ახლაც ჯერ კიდევ ძალაშია მსგავსი მეთოდები ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან.
მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩადება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი პოლიციის ძალოვანი უწყებების ხელში იმისთვის, რომ მათ ადამიანებზე გარკვეული ტიპის ზემოქმედება მოახდინონ. თუმცა ჩვენ რომ ვთქვათ, რომ ცალსახად ჩადებას უშველის ნარკოპოლიტიკის შეცვლა, ლიბერალიზაცია ამ შემდეგ ეს ბოლომდე მაინც მართალი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელსაც აქ იმხელა ძალაუფლება, რომ სხვა ადამიანს დანაშაული დააბრალოს და არა მხოლოდ დააბრალოს, არამედ მტკიცებულებებიც კი გააყალბოს ამისთვის, ანუ ჩაუდოს ადამიანს ნარკოტიკი, ამხელა ძალაუფლების მქონე ადამიანი ნარკოტიკის სულ ყველა ნარკოტიკი ლეგალიზებული იყოს. აუცილებლად მოიფიქრებს რამე სხვას იცეც, რის გამოც ადამიანს ასევე სხვა დანაშაულს დააბრალებს. შეიძლება ეს იყოს, ვთქვათ, იარაღი ჩაუდოს, ან რაღაცა სხვა დანაშაული მოიფიქროს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ცხადია, რომ ეს ყველაზე მარტივი ინსტრუმენტია, ხო? ადექი ჩაუდე ადამიანს ნარკოტიკი. და შესაბამისად, ყველა ნებისმიერ პოლიციელს შეუძლია გააკეთოს. ანუ გართულდება უბრალოდ ადამიანებისთვის რაღაცეები ჩადება და მათთვის დანაშაულის ტყუილა დაბრალება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არ იქნება პანაცეა. ჩვენ თუ გვინდა რომ ჩადება არ იყოს ან რაღაც ესეთი არ იყოს, ამისთვის პოლიციის რეფორმა გვჭირდება, ჩვენ არ გვჭირდება სისტემაში ადამიანები, რომლებიც ამით იძიებენ დანაშაულს, ასიახდენენ ადამიანების ზეწოლას. ჩვენ არ ვცემთ პატივს ასეთ პოლიციელებს სინამდვილეში. ჩვენ გვეზიზღება ასეთი პოლიციელები. ჩვენ სპეციფიური ქვეყანა ვართ, მთელი 90-იან წლები გამოვიარეთ, მერე კიდე სხვა წლები გამოვიარეთ და ამიტომ გვეშინია ზოგადად ჩადებების და ამავდროულად როგორც კი გავიგებთ, რომ ადამიანს უპოვეს ნარკოტიკი, არასოდეს მნიშვნელობა არ აქვს ვინა ეს ადამიანი. საწყის მომენტში არასოდეს არ ვართ 100% დარწმუნებული, რომ პოლიციამ ეს ნარკოტიკი არ ჩაუდო. ხშირ შემთხვევაში გვაქვს შემთხვევები, როდესაც უდებენ ადამიანებს, რომელიც ისედაც მოიხმარენ ნარკოტიკებს, უბრალოდ პოლიციას არასწორი მუშაობის გამო არ აქვს შესაბამისი მტკიცებულება იმისი, რომ ისინი ნამდვილ დანაშაულზე დააკავოს, ამიტომ იყენებს ამ ინსტრუმენტს. თუმცა მე ვარ მომხრე გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ორი პრობლემა: ნარკოპოლიტიკა, რომელიც გვაქვს ტირანული და არა ადამიანური, და ჩადება, ანუ პოლიციის ჩამყაყებული სისტემა, რომელიც როგორც ჩანს ჯერ კიდევ არსებობს და რეპერების საქმე მეც დაგვანახა, რომელიც მზად არის იმისთვის, რომ ადამიანს დააბრალოს დანაშაული, რომელსაც არ გააჩნია. მე შემიძლია ვთქვა პირდაპირ, ადამიანი, რომელიც მუშაობს პოლიციაზე, ემსახურება სამართლის დაცვას ქვეყანაში, ანუ წესრიგის და კანონიერების დაცვას და მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანს რამე არგუმენტაციით საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ეს ადამიანი, დამნაშავეა, ცუდი ადამიანია, კარგი ადამიანია, ადამიანს დანაშაული დააბრალოს, ის ადამიანი ჩვენ გვეზიზღება სინამდვილეში, პირად ურთიერთობებში ჩვენ ამ ადამიანს არასოდეს არ ვუწონებთ ამ საქციელს და როგორ შეიძლება ის მოუწონოთ საჯარო ურთიერთობაში. ამიტომ ასეთი ტიპის ადამიანები უბრალოდ უნდა მოვაშოროთ პოლიციის სისტემას და ასეთი ტიპის ბრძანების გამცემები, რომელიც ფარველობენ ასეთ ადამიანებს სინამდვილეში, თორე მე არ მჯერა, რომ პოლიციელი თავის ინიციატივით უდებს ვიღაცას ნარკოტიკს ან იარაღს. არა, ცხადია, მას ამაში ფარველი ყავს ზემდგომ ინსტანციებში. სანამ ამ ადამიანებს არ მოვაშორებთ პოლიციას, მანამდე ტყუილად ვცდილობთ პოლიციელებს მოუპოვოთ ავტორიტეტი. ჩვენ გვეყოლება კონკრეტული კარგი ადამიანები პოლიციაში, რომელთა სახელს ყოველთვის შებღალავს აი ასეთი ამორალური ადამიანები, რომელიც სიდისთან პრობლემა არ აქვს, როდესაც სხვა ადამიანს პატიოსან მათ თანა მოქალაქეს, თანა მოძმეს, ესე რომ ვთქვათ, დანაშაულს აბრალებს, ნარკოტიკს ან იარაღს უდებს ჯიბეში. მადლობ, დაგიბრუნდებით იაგო ბექასთან, მინდა გადავიდეთ კითხვით. ბექა, თქვენ ძალიან აქტიურობთ ამ თვალსაზრისით, რასაც ქვია ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვა. მაინტერესებს ის, რაც არის სტატისტიკა სამწუხაროდ, მე ვერ შევძელი დღეს რომ ყველა გვარი და სახელი მეთქვა უკაცრავად თუ იმე გამორჩა, ბუნებრივია ყველა ვერც გვეცოდინება, ზოგი უფრთხის კიდეც გასაჯაროებას მსგავსი ინფორმაციის, ვინაიდან ეშინია კიდევ მეტი გართულების იგივე პოლიციასთან. თქვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რა ტიპის სტატისტიკა შეიძლება არსებობდეს, ან თუ გაქვთ საერთოდ, რამდენი ადამიანი არის მსგავსი პრობლემის წინაშე ქვეყანაში? იცით რა, ძალიან რთულია რომ მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმებით ტელემაყურებელს. იმ ჩამოთვლილ სიაში დამაგდა ძალიან გიორგი გიორგანაშვილი, რომელიც გვიან გასაჯაროვდა სწორედ იმ მიზეზებით, რაზეც ამ თუცა თქვენ თვითონ საუბრობდით. და ალბათ მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნოთ. რაც შეეხება ამ ჩადებების სტატისტიკას, ცალკე მსგავსი სტატისტიკის წარმოება პრინციპში შეუძლებელიც კი არის და მე ვერც კი ვხედავ ამის მექანიზმს რანაირად შეიძლება. თუმცა ჩივილები ბუნებრივია მომხმარებლების მხრიდან ძალიან ხშირია, მათ შორის ჩვენთან და შეგვიძლია ეს ემპირიულად დავადასტუროთ, რომ ყოველდღიურად გვიკავშირდებიან ამ ტიპის ჩივილებით ადამიანები, მათ შორის საჭიროებების დაწესებულებებიდან. თუმცა ვიცით ინფორმაცია იმის შესახებ, რომ
ციხეში 31% ციხის პოპულაციის, ეს არის ევროსაბჭოს კვლევა, არის ნარკოტიკულ დანაშაულებზე. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აქ საკმაოდ დიდი რიცხვი არის, მათ შორის მათი ვის მიმართაც ანგარიშსწორება მოხდა ჩადებების კუთხით, ან არიან უბრალოდ მომხმარებლები, აქ არ არის რეალურად საუბარი რაღაც გამსაღებლებზე, უმეტესობა ამ ადამიანებისა, სულ საუბარი არის სადღაც 2800 ადამიანზე და ეს რაოდენობა დაახლოებით მთელი ევროპის მასშტაბით არის უპრეცედენტოდ მაღალი, ერთ-ერთი პირველი ადგილი გვაქვს ნარკომომხმარებლების პოპულაციით ციხეებში. ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიახ ამ ადამიანებს შორის უმეტესობა არის მხოლოდ არასწორი ნარკოპოლიტიკის და კანონმდებლობის მსხვერპლი. თქვენ 31% ახსენეთ ასეთი სტატისტიკა, შემდეგ ჩვენ ამ სტატისტიკას კიდევ შევამოწმებთ ჩვენ დანარჩენ სტუმრებთან, რას ფიქრობენ, რისი მაჩვენებელი ასევე ამასაც მოვიკითხავთ მათთვის ეს კონკრეტული ამბავი, თუმცა მე მაინტერესებს კიდევ თქვენთვის თუ არის ბმა ნარკოპოლიტიკის თქვათ ლიბერალიზაციასა და აი ამ კონკრეტულ პრობლემას შორის, რაც ერთი შეხედვით თანმდევია, თქვათ აი ამ საკითხის. დიახ, იცით, ეს ისტორიულად ესე იყო ნარკოტიკული საშუალებების ჩადება მუდმივად გამოიყენებოდა როგორც ანგარიშსწორების მექანიზმი. ეს ძალიან მარტივი არის, რომ აი ესეთი მცირე, ესე ვთქვათ, ფორმის და მცირე ოდენობის ნივთიერება ადამიანს გადასცე, ჩაუვდა ჯიბეში, ჩაუცრო ასე შემდეგ. ეხლა ძალიან რთული იქნება პოლიციისთვის, რომ იარაღი, რომელიც შედარებით უფრო დიდია მოცულობით და ასე შემდეგ ჩაუდოს, თუმცა ესეთების ხდება გაგვსმენია. ანუ შედარებით უფრო მარტივია ნარკოტიკული საშუალებებით ანგარიშსწორება და გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგივე თუ კი ჩვენ ნებისმიერი სახეობის იარაღს ჩაუდებს პოლიცია ადამიანს, ამ შემთხვევაში სახეზე გვექნება მაქსიმუმ 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც 1 გრამ ნებისმიერ ნივთიერებას უდებს ადამიანს, სახეზე გვაქვს 20 წლამდე ან უბადო პატიმრობით მუხლი. ანუ აქ სხვაობაც მე მგონი უნდა ვხედავდეთ და გვესმოდეს, რომ ეს კარგი სამიზნე არის არაკეთილსინდისიერი პოლიციელისთვის, რომ ეს იარაღი, ეს ბერკეტი გამოიყენოს როგორც ანგარიშსწორების მექანიზმი. აი ბატონო აკაკისთან მინდა გადავიდე, მართალია მე მასთან უფრო სხვა მთავარი კითხვა მაქვს, რაც კანონმდებლობის თქვათ შეცვლას გულისხმობს და რისი ავტორის თქვათ ამ წუთში ის თავად არის მისი კომიტეტი, ახალი კანონმდებლობის მსურველი, ზოგიერთისგან განსხვავებით ქართულ ოცნებაში მომუშავე დეპუტატის, თუმცა მანამდე ბატონო აკაკის მინდა ვკითხო, თქვენთვის ბატონო აკაკი რამდენად დისკომფორტულია, რომ წარმოადგენთ ხელისუფლებას, რომლის მიმართაც ისევ არის ეჭვი, ისევ არის დასაბუთებული, რამდენიმე შემთხვევაში უკვე დასაბუთებული თქვათ მოსაზრება და ეჭვი, რომ ჩადებები ძალაშია. მოგესალმებით ბატონინო, მივესალმებ ტელემაყურებელს, მადლობ მოწვევისათვის. მე მინდა სრულიად კაფიოდ დავაფიქსირო, რომ მიუღებელია, რა თქმა უნდა, თუნდაც ის, რომ ესეთი გავრცელებული არის დღეს საზოგადოებაში, ხშირ შემთხვევაში ეჭვი უნდობლობა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ყველას უდებენ, ყველას ასე ვთქვათ, ნარკოტიკული საშუალების გამოყენება ხდება იმისათვის, რომ მოხდეს რაღაც ანგარიშსწორება თუ რაღაც გამოძიება სხვა უფრო მძიმე დანაშაულის, ყველა მიზეზით ჩადება ნარკოტიკების არის მიუღებელი. ძალიან ცალსახად მინდა ეს ყველაფერი თქვა. ჩვენთვის, იმიტომ რომ თუ ასეთ ფაქტებს რეალურად მე ესე მჯერა ადგილი თუ აქვს ცალკეულ შემთხვევებში, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის სისტემური ხასიათის, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს და რომლის საპროტესტო ტალღაზეც სწორედ მოვიდა ქართული ოცნება. მიუღებელია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება იყოს ჩართული იმავე მეთოდებში და გადავიდეს იმავე სისტემურ დანაშაულზე, როგორცაც ჩადიოდა ამას ნაციონალური მოძრაობა, როდესაც ნულოვანი ტოლერანტობის პირობებში იყენებდნენ ნარკოპოლიტიკას პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორებისათვის. ასე რომ ეს მიუღებელია. ეს მიუღებელია, უკაცრავად დავაზუსტოთ ბატონო აკაკი, თუ ეს თქვენ უბრალოდ არ გჯერათ, რომ ასეთი რაღაცები ხდება ქვეყანაში, იმ პოლიციის მხრიდან თქვათ, რომლის თქვათ ნაწილიც როგორც ხელისუფლება, თქვენც ხართ საკანონმდებლო ორგანო. არა, მე მტკიცე ჯერ რომ ეს არ არის ზედა ეშელონებიდან, ეს არის რაღაც შეიძლება გარკვეულწილად ჩემოქმედების თუ საშუალო რგოლის თუ კონკრეტული ადამიანების ასე ვთქვათ ბრალი, თუ ესეთი რამე ხდება და ყოველ ესეთ შემთხვევაში უნდა ბოლომდე იქნას გამოძიებული და უმკაცრესად დასჯილი, როგორც პრეცედენტი, როგორც პრევენცია იმისა, რომ მომავალში ეს რამე არ გამეორდეს და დამერწმუნდით ბატონინო, ვეთახავით თქვენ წინა გამოსვლელებს, ეს ძალიან ირიბ კავშირში არის თვითონ ნარკოპოლიტიკასთან და ლიბერალ თუ
ადამიანურ ნარკოპოლიტიკასთან, იმიტომ რომ აქ ცოტა სხვა საქმესთან გვაქვს საქმე, ეს არის არასწორი სამართალდამოქმედება, სამართალდაცვთა მხრიდან, ეს არის გადამეტება, გადაცდომა თუ დანაშაული სამართალდამცველთა მხრიდან, რომელიც ტოლერანტობა ჩვენი საპარლამენტო გუნდის მხრიდან ნულია. ვადნოგაკი, რატომ წააწყდით წინააღმდეგობას გუნდის შიგნით ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის გზაზე? თქვენ ეს დაპირებაშიც ჰქონდათ წინასაარჩევნოდ, ახლა აღმოჩნდა, რომ შესაძლოა თქვენი თანაგუნდელები არ დაგეთანხმონ. რა ტიპის კომუნიკაციის დეფიციტია? ხალხო, მე ეს ძალიან ნორმალური პროცესია. თვითონ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებული ამ პრობლემის მიმართ თქვენ თვითონ ბრძანეთ. ბოლო 27 წელი ამ თემაზე მსჯელობა მიდის საქართველოში, 40 წელიწადი ამ თემაზე მსჯელობა მიდის თელსოფლიოში. დამერწმუნეთ, ნელ-ნელა იცვლება ტენდენციები, ნელ-ნელა ყალიბდება მტკიცებულებები, ნელ-ნელა იცვლება დამოკიდებულება, მიდგომები, ის 4-წლიანი პოლიტიკა, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, რომ რეალურად იყოს დაბალანსებული პრევენცია, მკურნალობა, ზიანის შემცირება და რეპრესია, ანუ სამართალდამცველთა ქმედებები, უნდა იყოს ჰარმონიულად შეხამებული. ამ დასკვნამდე მსოფლიოს დაჭირდა ძალიან დიდი ხანი რომ ისულიყო. შესაბამისად, არ არის გასაკვირი რომ ასეთივე დისკუსიები საზოგადოებაში მიდიოდეს დღეს და იმას სანამ ჩვენ მივიტანთ ამ უაღრესად კომპლექსური კანონპროექტების პაკეტის ძირითადი არსს ჩვენს კოლეგებამდე, საზოგადოებამდეც მსჯელობა სამ გაიმართება, კონსენსუსს სანამ მივახცევთ. ეს ყველაფერი მე მიმაჩნია რომ ძალიან ნორმალური პროცესია, ძალიან ჯანსაღი პროცესია, რომლის შედეგადაც აუცილებლად საღი აზრი გაიმარჯვებს, ჩამოყალიბდება და ეს იქნება ძალიან ღიად გამჭირვალედ საზოგადოების თვალწინ და მე მიმაჩნია ეს არის, მე ვიტყოდი სამაგალითო პროცესი შეიძლება იყოს ნებისმიერ ისეთ ასე ვთქვათ შემთხვევაზე, ისეთ საკითხზე, რომელშიც საზოგადოება შეიძლება არ ქონდეს ერთგვაროვანი დამოკიდებულება დღეს. აქ თითოეული პოზიციის დამცველს ექნება საშუალება გამოხატოს თავისი პოზიცია და ასე შემდეგ. მე იმედი მაქვს, რომ კონსერვატორები თქვათ, გაიზიარებთ ნაწილობრივ ჩვენ პოზიციებს, ჩვენ გავიზიარებთ ნაწილობრივ კონსერვატორების პოზიციებს და შევთანხმდებით იმ ძირითად სამ პრინციპზე, რომელსაც ჩვენ არაერთგზის ვამბობთ და თუგნებად დავასახელებ კიდევ ერთხელ. აი, ვადნოგაკი, რასაც თქვენ უწოდეთ სამაგალითო პროცესი, ხო შეიძლება რომ ეს სამაგალითო პროცესი იქცეს იმ ბარიერად, რაც თქვენ ამ თქვენი იდეის, ამ თქვენი უკვე დაწერილი კანონპროექტის და კანონპროექტების პაკეტის ძალაში შეტანას შეგაფერხებთ, ზოგადად გადაიბირებს უმეტესობას უმრავლესობიდან და თქვენ ამ პროცესში ხელშეგიშლით. მით უმეტეს გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ეს წინასაარჩევნოდ საინტერესო იყოს, თქვათ, მართველი პარტიისთვის. მოდი წინასაარჩევნოდ ესე ვთქვათ, როგორც თანაბრად შეიძლება ეს დამაზიანებელი იყოს, ისევე შეიძლება იყოს თქვათ მონგებიანი, ამიტომ ეს წინასაარჩევნო თემა დამერწმუნდა ნებისმიერ კომუნიკაციის სპეციალისტს კითხეთ, დღევანდელი საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით ნამდვილად არის ეს წინასაარჩევნოდ მონგებიანი და თემა გამოსატანი რისკიანი. ჩვენ იმით გამოვირჩევთ ამ შემთხვევაში, რომ არ უყურებთ ამას, ამ ქვეყანას სულ არჩევნებია ხალხატონინო, მაშინ ვერ მივიღია საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობრივი თუ რაც არაერთმნიშვნელოვანი ვერცერთი გადაწყვეტილება. ჩემი აზრით, აქ გორდის კვანძი უნდა გაიკვეთოს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოყალიბდეს მიდგომა, რომ ბატონებო, არ შეიძლება ნარკოდამოკიდებული ადამიანი, რომელიც არ ასაღებს, არ ყიდის ნარკოტიკს, არ არგოს საზოგადოებრივ წესრიგს, არ უნდა წავიდეს ციხეში. რა არის ამაში პრინციპულად მიუღებელი, მე ვერ ხვდები აბსოლუტურად. მეორე, უნდა გაგრძელდეს ბრძოლა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან, ნარკოგამსაღებლებთან და ასოცირებულ კრიმინალთან. პირიქით, თქვენ გამკაცრდეს კიდეც და ამის გულისთვის არის სწორედ რომ ჩვენ კანონპროექტების პაკეტში ინიცირებულში არის ნორმა, რომელიც უთანაბრებს ფსიქოტროპული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემას, ეგრეთ წოდებულ საფთიაქო ნარკომანიას, უთანაბრებს ნარკოდანაშაულს. რითაც ჩემი აზრით ძალიან ეფექტიანი პრევენციის მექანიზმს ვიღებთ იმისათვის, რამაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან ძიმე დარტყმა მიაყენა და ხიფათი ჩვენი მოზარდების ჯანმრთელობას, რომლებიც იყენებდა ამას არამიზნობრივად ნარკოტიკული თრობისთვის, ფსიქოტროპულ პრეპარატებს. და მესამე პრინციპი, რომ ის რა მთელი მსოფლიო შეთანხმდა, რომ რეპრესიებით ვერ ხდება ნარკოტიკების პრობლემის გადაჭრა უკანონო ბრუნვის, ხდება მხოლოდ პრევენციით და მკურნალობით. ანუ პრევენცია და მკურნალობა უნდა იქცეს ქვაკუთხედად ჩვენი მიდგომის. მეტი მკურნალობა ნიშნავს ნაკლებ ნარკოდამოკიდებულს, ნიშნავს ნაკლებ დანაშაულს, ნიშნავს ნაკლებ ინფექციურ დაავადებებს, ნიშნავს დამარცხებულ C-ჰეპატიტის ინფექციას ამ ქვეყანაში. დაგიბრუნდებით ბატონო აკაკი. ეს უნდა იქცეს ქვაკუთხედად.
მინდა რომ ბატონი ამოსდია. აქამდე ჩვენ ვიზახდით პრევენციაზე, ხალბატონინო, დიახ. უკაცრავად. უბრალოდ აქამდე კაპიკი არიდებოდა ამ იმაში. მასობრივ სპორტში, პრევენციაში. ეს უნდა გახდეს სხვა კუთხე. კარგით, იაგო ხვიჩიასთან მინდა დავბრუნდეთ. ბატონო იაგო, როგორ ფიქრობთ, რა ტიპის წინააღმდეგობას აქვს ადგილი, თუ კი ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოდგენილი ქართული ოცნების მიერ ამ მოსაზრებაზეა და პრაქტიკულად ამ წუთისთვის ყოველ შემთხვევაში ამ წუთამდე ვერ დავინახე სხვაობა, ვთქვათ, თქვენსა და მის პოზიციას შორის, რაც ეხება სწორედ კანონმდებლობის ლიბერალიზაციას. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ თვალსაზრისით მე მინდა ამ თვალსაზრისით ჯანდაცვის კომიტეტის უკაცრავად მე მეკითხე. არა, უკაცრავად ბატონო აკაკი, იაგოს ვეკითხები ხვიჩიას და დაგიბრუნდებით თუ შეიძლება. უკაცრავად. მოდიშთ. შეგვიძლია ვთქვათ ის, რომ ამ თვალსაზრისით, ნარკოტიკების თვალსაზრისით ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გამოგვადგა და შესაბამისად მას აქვს სწორი პოზიციები. ერთი ეგ შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ გარდა ამისა, სინამდვილეში ქართული ოცნება სხვადასხვა ადამიანების, სხვადასხვა პოზიციების ადამიანების მეშვეობით, საკუთარ გუნდში გნით, ყველა პოზიციას აფიქსირებს. ანუ ყველა ტიპის ამომრჩეველს ელაპარაკება. ქართულ ოცნებას არ აქვს გადაწყვეტილი პოზიცია ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, ისე როგორც სხვა ბევრ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ბატონ კაკი საუბრობს სწორ რაღაცებს, ვთქვათ, მე მგონია არასაკმარის, მაგრამ სწორ რაღაცებს, ახლა მე ფიქრობ, მას ესმის არსებული კონიუნქტურა და აქედან გამომდინარე საუბრობს იმას, რომლის მიღწევის იმედი აქვს. სხვები საუბრობენ, მაგალითად ბატონ ზვიაძიძიგური საუბრობს იმას, რომელიც გაახარებს საქართველოს ფაშისტ ამომრჩეველს და ასევე სხვადასხვა პოზიციები არსებობს. სინამდვილეში, ქაბატონინო, პრობლემა ყველაზე ნაკლებად არის ქართულ პოლიტიკოსებში. ჩვენ თავს ვიტყვევთ, როცა ამას ვამბობთ. სინამდვილეში პრობლემა არის ჩვენში, ქართულ ხალხში არის პრობლემა. ჩვენ გვინდა სინამდვილეში, ჩვენ ვამბობთ ყველა გამოკითხვაში იმას, რომ ჩვენ დიდი ნაწილი ამბობს ყველა გამოკითხვაში იმას, რომ ადამიანები უნდა დავსაჯოთ ნარკოტიკების მოხმარების ან მათი შეძენისათ, მათი რაღაცა მეგობარზე მიცემის გამო. და ამას ვაკეთებთ სხვათა შორის ძალიან უცნაური ფორმებით. მაგალითად, ზვიაძიძიგურსაც კი რო ვკითხოთ, რომ აი მაგალითად რო დაინახოს, რომ მისი შვილი ეწევა მარიხუანას. დაურეკავს პოლიციას და ეტყვის, რომ დაიჭირეთ, ან რაღაცა MDMA დალია, ვთქვათ. დაურეკავს პოლიციას და ეტყვის, რომ ჩემი შვილი დასაჭერია. აი ქართველი პედაგოგი, რიგითი ქართველი პედაგოგი, რომელიც თავის მოსწავლეებს რაღაცა თავზე ეფოფინება და ვთქვათ, ფარივით არის მისთვის ყველა მის ვალდებულებად მიაჩნია, რომ ყველაფრისგან დაიცვას. რო დაინახოს, რომ თავის მოსწავლემ მარიხუანას მოიხმარს ან სხვა ნარკოტიკს მოიხმარს, პოლიციაში დარეკავს და იტყვის, რომ ეს ადამიანი დასაჭერიაო? არ დარეკავს. ჩვენ კერძო მორალში, ერთმანეთთან ურთიერთობაში სხვანაირად ვიქცევით. მაშინ რა გვემართება, როდესაც ჩვენი მოსწავლეები პირობითად რაღაცა ადამიანები ხდებიან აბსტრაქტულები, ანუ არა კონკრეტული ადამიანები, არამედ ზოგადად ვლაპარაკობთ. საჯარო მორალზე ვლაპარაკობთ. მაშინ რატო გვეცვლება ეს მორალი და რატო ვიძახით, რომ ჩვენ არ ვემხრობით მარიხუანის ლეგალიზაციას? თუ რატო ვიტყუებთ თავს? თუ ესეთები ვართ და გვინდა რომ ადამიანები ციხეში იჯდნენ, მაშინ როცა დავინახავთ, რომ ჩვენი შვილები ან შვილიშვილები მარიხუანას ეწევიან ან სხვა ნარკოტიკს ღებულობენ, დავრეკოთ პოლიციაში, გვეყოს ვაჟკაცობა და ბოლომდე ვიყოთ ფაშისტები. დავრეკოთ და უთხრათ, რომ ეს ადამიანები არიან დასაჭერები, სახელმწიფოს აზიანებენ, რაღაცა გენოფონდს აზიანებენ, როგორც ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარე გვეუბნება, ძალიან უცნაური კომიტეტის თავმჯდომარე ამ სიტყვების ავტორისგან სხვათა შორის. ანუ რატო ვსაუბრობთ განსხვავებულად, როდესაც ერთმანეთთან ურთიერთობაში სწორად ვიქცევით, ხოლო როგორც კი მიკროფონს მოგვიშვერენ და ვიდეო კამერას მოგვიშვერენ, ხდებით ფაშისტები. აი თქვენ ახლა ლეგალიზაციას საუბრობთ, ამაში არ ვიყავთ უმრავლესობა, ისინი უფრო ლიბერალიზაციას შეგვიძლია დეკრიმინალიზაციას და ვთქვათ სასჯელი ზომების ლიბერალიზაციას. სინამდვილეში მიმართულების თვალსაზრისით ეს არის ერთიანი ხედვა, ქალბატონინო. ჩვენ ვსაუბრობთ მიდგომებზე, ადამიანების მიდგომებზე, ადამიანები როგორ უყურებენ ნარკომომხმარებელს. ჩვენ როცა ვხედავთ ნარკომომხმარებელს, როცა ის მოიხმარს მარიხუანას, არ ვრეკავთ პოლიციაში და არ ვაჭერიებთ ამ ადამიანებს. არ გვინდა ეს ადამიანები ჩვენი კონკრეტული ნაცნობები იჯდნენ ციხეში, მაგრამ როგორც კი ზოგადად ჩაგვირთავენ მიკროფონს და იმას რა ქვია, ვიდეო კამერას, იქ ვსაუბრობთ 1000 გვარ სისულელეს იმის შესახებ, რომ ადამიანები უნდა იჯდნენ ციხეში ნარკოტიკების მოხმარების გამო. ამიტომ სანამ ჩვენ არ დავაკავშირებთ ერთმანეთს კერძო ურთიერთობის მორალს და საჯარო ურთიერთობის მორალს, მანამდე ყოველთვის გვეყოლება ნაძირალა პოლიტიკოსები, რომელიც მიუხედავად მათი შინაგანი რწმენისა, ყოველთვის ილაპარაკებენ იმას, რაც ელექტორალურად მომგებიანია. თუნდაც ეს მათი ელექტორალური წარმატება ადამიანებს კლავდეს, ცხოვრებას უნგრევდეს, ბედნიერებას ართმევდეს. ასეთი არის ქართული, არამხოლოდ ქართული, არამედ პოლიტიკოსის მორალი ასეთი არის სინამდვილეში, ის სხვანაირად ვერ გადარჩება.
ხა გასაგებია რომ ვიღაცამ შეიძლება გირჩის მაგალითი მოიყვანოს, მაგრამ მე მგონი საჯაროდაც კი აღარ არის ჩვენზე ბრალდება უკვე რომ არჩევნების მოსაგებად პოპულიზმს ეწევით ან რაღაცა ელექტორალურ თვალსაზრისით ვამბობთ რაღაცას. კონკრეტულად მიგვაჩნია რომ ადამიანები ცოდვები არიან ამ სისტემის ხელში. არ შეიძლება ჩვენ ადამიანები ვაწამოთ. ეს არის სულ. ქალბატონ ხათუნა ხათუნათოდაძესთან გადავდივართ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოადგილესთან. მაინტერესებს თქვენი პოზიცია როგორია ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. მე უფრო ამ შემთხვევაში თქვენ გეკითხებით, რა თქმა უნდა, არაჩადებებზე, ამაზე ალბათ პასუხი არ გექნებათ, არამედ თვითონ ნარკოპოლიტიკაზე. როგორ უნდა დაისაჯოს, ან საერთოდ უნდა დაისაჯოს თქვენი აზრით ნარკომომხმარებელი? ეს იძლევა თუ არა ეფექტს? ნარკომომხმარებელი ჩემის აზრით უნდა დაისაჯოს ისევე, როგორც არანარკომომხმარებელი, თუ კი ის რაიმე დანაშაულს ჩაიდენს. ნარკოტიკების მომხმარებისთვის ეს ვიგულისხმენ. ნარკოტიკების მომხმარებისთვის უნდა დაისაჯოს თუ არა ადამიანი? ნარკოტიკების მომხმარებისთვის ადამიანი არ უნდა დაისაჯოს. ჩვენ სოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ იმ ტიპის პოლიტიკა, ნარკოპოლიტიკა, როგორც არის დღეს საქართველოში, ერთის მხრივ არ არის ადეკვატური, მეორეს მხრივ არის აბსოლუტურად არარაციონალური და თვითონ საქართველოს არის ძალიან კარგი მაგალითი ამისა. ბოლო წლებში მოგეხსენებათ, როგორი მკაცრი იყო ნარკოპოლიტიკა და რა მივიღეთ ჩვენ ამის შედეგად? მივიღეთ კი, რასაც ელოდებოდა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ანუ მივიღეთ შემცირება, ვთქვათ, იგივე ტენდენციისა ნარკოტიკების მოხმარების, სამწუხაროდ მხოლოდ და მხოლოდ საპირისპირო. წლიდან წლამდე მხოლოდ და მხოლოდ იზრდება ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი. ყოველ შემთხვევაში ამას გვიჩვენებს კვლევები, რომ პრობლემური ნარკოტიკების მომხმარებელთა რაოდენობა იყო 2009 წელს, ვთქვათ, 40,000, შემდგომ 45,000-მდე ავიდა, ბოლო კვლევით 2015 წელს უკვე 50,000 მიაღწია და ეს არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მთელ მსოფლიოში არის ტენდენცია სწორედ ნარკოტიკების მოხმარების გაფართოებისა და გაზრდისა. ამიტომ ეს ზომა არ არის შემაკავებელი ზომა ახალგაზრდებისთვის დამწყები ნარკოტიკების. რა არის შემაკავებელი ზომა? აი თქვენი აზრით რა არის ყველაზე სწორი? თქვენ ახლა უსმინეთ ხომ პოზიციებს, ვის პოზიციას გაიზიარებდით, ვის ან რა ახალს, რას გეტყოდით ახალს? გასაგებია რომ პრევენცია არის საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ როგორ? იცით რა, ქალბატონო, მგონია რომ პრაქტიკულად სამივე თქვენი სტუმარი მეტნაკლებად ერთ აზრზე იყო, ოღონდ ვექტორები ცოტა გადანაცვლებული ჰქონდათ. შესაბამისად, მე ასე მიმაჩნია და ეს სწორედ მათი საუბრიდანაც კარგად გამოვლინდა, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა იყოს აუცილებლად ინტეგრირებული, უნდა იყოს დაბალანსებული. რას ქვია ინტეგრირებული ნარკოპოლიტიკა? რომ ყველა მიმართულება, რომელიც წაადგება პრევენციას, რომელიც წაადგება ნარკოტიკებზე დამოკიდებულ ადამიანთა მკურნალობას, რეაბილიტაციას უნდა იყოს მაქსიმალურად განვითარებული. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ადამიანები, რომლებსაც ნარკოტიკების მოხმარების გამო, თქვათ, ცხოვრებაში რაღაც პრობლემები გაუჩნდათ, მათ უნდა დავეხმაროთ პირიქით, რომ მოვახდინოთ მათი რესოციალიზაცია, რომ ისინი უფრო მეტად იყვნენ ჩართულები საზოგადოების ცხოვრებაში და უნდა ვასწავლოთ თუ რა ვიცი, დავეხმაროთ სხვადასხვა პროგრამების საშუალებით, რომ მათ ეს შეძლონ, დავეხმაროთ მათ ოჯახებსაც, მაგრამ მეორეს მხრივ ნარკოტიკების გასაღებას ორგანიზებულ დანაშაულს, რა თქმა უნდა გამოეცხადოს ძალიან სერიოზული ბრძოლა. ბექასთან მინდა დავბრუნდე, ბექა, სხვა შორის ვიცი რომ თქვენს გაქვთ ინფორმაცია, გიჟისაც საუბრობთ ორ დანარჩენ სტუმარსაც, ჩვენი გადაცემის SMS-ები იგზავნება კონკრეტულ მოქალაქეებთან საქართველოს მასშტაბით, სადაც მათ სთავაზობენ შეიძინონ ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკი, ასევე სთავაზობენ რომ ჩაერთონ დისტრიბუციაში და ამითი გამოიმუშაონ თანხა, ანუ დასაქმდნენ ამ სფეროში. რა ინფორმაცია გაქვთ, რა ტიპის SMS-ებია ეს? პოლიცია არის თუ არა საქმის კურსში და საერთოდ ხომ არ გამოგიკვლევიათ, მოგვიანებით იაგოსაც მივცემ შესაძლებლობას ამ თემაზე აზრის გამოთქმის. ხო, არა, პრინციპში სანამ ამ საკითხზე გადავალ, მე მინდა რომ იაგოს გამოვეხმაურო საზოგადოებრივ აცთან დაკავშირებით ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით. მე სიმართლე გითხრათ, არ ვთვლი რომ საზოგადოება არ არის შეთანხმებული იმაზე, რომ ადამიანები ციხეში არ უნდა ჩავსვათ მოხმარების გამო და ამას ადასტურებს პრინციპში ბოლო პერიოდის კვლევებიც, საკმაოდ ავტორიტეტული კვლევები ჩატარდა, საკმაოდ ავტორიტეტული. ხო, არა, მე ზოგადად საუბრობ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ზე
საზოგადოება არ არის შეთანხმებული საზოგადოება კონკრეტული კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით ანუ ემხრობით თუ არა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის ადამიანის პატიმრობაში ყოფნას და 55% ემხრობა ყველა ნარკოტიკული საშუალების შემთხვევაში რომ გაუქმდეს ციხე ხოლო უფრო 70% მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკების შემთხვევაში ანუ ეს იმ პირობებში როდესაც საზოგადოებას განათლება არ აქვს ამ საკითხთან მიმართებით და თუ კი ჩვენ სწორად მივაწვით ინფორმაციას ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით ადამიანებს დამიჯერეთ მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება იმ ადამიანების რიცხვი ვინც მიხვდება რომ სინამდვილეში ციხით და დაპატიმრებით მხოლოდ და მხოლოდ ვაშავებთ რაც შეეხება დიახ SMS-ებს რომლის საქმის კურსშიც ალბათ უნდა იყოს პოლიცია და რომლის პრევენციაც არ ხდება დიახ არ ვიცი ძალიან რთული სათქმელი არის რაიმე პოზიცია გქონდეს ამ საკითხთან დაკავშირებით იმიტომ რომ დღეს შავი ბაზარი ზოგადად ისეთი მოქნილია რომ შეიძლება ჩვენი საპოლიციო სისტემა მით უმეტეს ის საპოლიციო სისტემა რომელიც ჩადებებით ახდენდა და რაღაც არასწორი პრაქტიკებით გამოძიებას თუ ასე შემდეგ შეიძლება უძლური რისკი იყოს ამ სახის ესე ვთქვათ ღონისძიებების მიმართ ან უბრალოდ არ კონდეს ნება რომ დასაჯოს მომწოდებლები და პრინციპში ასეც იყო მთელი წლების განმავლობაში მთელი ბრძოლა მიდიოდა უშუალოდ მომხმარებლების მიმართ, იმიტომ რომ მათი რაოდენობა უფრო დიდი არის და შედარებით მარტივია მათზე ანგარიშწორება თუ დაკავება, ვიდრე თქვა გამსახებლების მიმართ. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამ ტენდენციის ცვლილებას ნელ-ნელა მოვახდენთ და ვიხილავთ. ნუ არ ვიცი ეს საკითხი ალბათ უფრო პოლიციის საკითხი არის მათი ქმედებების და მათი თუმცა აქ ბექა ითქვა რომ თქვა ბატონმა აკაკიმ თქვა რომ ეს მისი აზრით და მისი ღმერთმით არ არის სისტემური თემა, რაც პოლიციას შეიძლება უკავშირდებოდეს იგივე ჩადებების მიმართულებით, არამედ ეს არის რაღაცა თუ კი ასეთი რამ იკვეთება, არის უფრო ქვედარგოლების ინიციატივები და მისი პოლიტიკური ნება როგორც ასეთი არ არის ასე. მე არც მithქვამს რომ ეს სისტემური დანაშაულია და სისტემური ხასიათი აქვს, თუმცა არის ცალკეული შემთხვევები და სულ ერთი შემთხვევაც კი მე ვფიქრობ საკმაოდ განგაშის ზარს უნდა იწევდეს არა მხოლოდ საზოგადოებაში არამედ ზოგადად პოლიტიკოსებში და პოლიტიკურ წრეებში, ხო? მაგალითად, შვეთა პაკელიანის შემთხვევაში თითქმის დაადასტურდა, რომ აქ ადგილი ჰქონდა ჩადებას და ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც რომელიც აბათილებს ფაქტიურად ხრეკ ამოღების ვითომ და დაკავების ადგილზე ჩატარებას და იქ ფაქტიურად დაადასტურდა ხო ველოდებით უკვე ბრალის წაყენებას კონკრეტულ პოლიციელებზე. ჩვენ ბუნებრივად იქ რთული იქნება საუბარი შვეთა პაკელიანის შემთხვევაში ვისაუბროთ რაიმე სახით პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე, როცა ერთი ძალიან უბრალო ახალგაზრდასთან გვაქვს საქმე, ხო? უბრალოდ აქ საქმე იყო იმაში, რომ მათ იცოდნენ, რომ ის მანამდე ფლობდა ნივთიერებას, რომლის გადაყლაპაც მოასწრო, ასე ვთქვათ, და შემდგომ უკვე ამის საფუძველზე ახდედნენ ანგარიშწორებას. რავი, ჩვენ რთულია რომ ვთქვათ, რომ ეს არის სისტემური, თუმცა ბუნებრივია ის ერთეული შემთხვევები, რომლებიც შეიძლება იყოს და იქნება, იქ უნდა იყოს ადეკვატური გამოძიება და პირველ რიგში უნდა დაისაჯონ. ჩვენ ფაქტობრივად არ გვახსოვს, რომ რომელიმე ესეთ გახმაურებულ საქმეზე ადეკვატურად დასჯილიყვნენ სამართალდამცავები, რაც ბუნებრივია აჩენს დაუსჯელობის სინდრომს და რაც პირიქით შემდგომ კიდევ უბიძგებს არაკეთილსინდისიერ სამართალდამცავებს, რომ იგივე ქმედება განახორციელონ სხვა დროს. იაგო, თქვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა კიდეც ექსპერიმენტი ამ SMS-ებთან დაკავშირებით, რამეს მიაკლიეთ, ვიცი რომ შეიძინეთ ძალიან მარტივად ნარკოტიკი. ამ SMS-ის მიყოლის შედეგად არ იყო პრობლემა 40 წუთში ნარკოტიკის სწორად გამიგოს მაყურებელმა ჩვენი მიზანი არ ყოფილა იმ ადამიანის დაჭერა რომელიც გასაგებია ჩვენი მიზანი იყო ერთი რაღაცა გვეთქვა უბრალოდ როდესაც ქვეყანაში აკრძალულია ყველა ნარკოტიკი და მე მგონია რომ აქ ბატონო კაკი რაც თქვა რომ ჩვენ ვებრძვით გამსაღებლებს და რაღაცა არ ვერჩით მომხმარებლებს ასევე არასწორი მგონია მე მგონია რომ ადამიანებს უნდა დავუტოვოთ ლეგალური გზა იშოვონ ნარკოტიკი რომელიც შედარებით ნაკლებ ზიანს აკეთებს მათ ჯანმრთელობას ჩვენ ამბობდით რომ იმ დროს როცა მარიხუანა აკრძალულია და მთელი ქვეყანა იბრძვის მარიხუანის წინააღმდეგ გამგელებული ადამიანები მოიხმარენ მარიხუანაზე ბევრად უფრო საშინელ ნარკოტიკს ადამიანების ჯანმრთელობისთვის ამის ჩვენება გვინდოდა მხოლოდ და მხოლოდ და ასევე გვინდოდა გამოთქვით ეჭვი იმასთან დაკავშირებით ხომ არ არის ამაში ჩართული პოლიციელები ზოგადად რაც შეეხება სისტემურ დანაშაულსაც ბექამ თქვა დანაშაული სისტემურად როდის გარდაიქცა ეგ ტერმინი ხო რაღაცა სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია სისტემური დანაშაული ეს არის დანაშაული როდესაც
სისტემა მონაწილეობს ან დანაშაულის მფარველობაში, ან ზოგადად მასთან არის შეთანხმებული დანაშაული. თუ ჩვენ გვაქვს აგერ რეპერების საქმე, რომელიც როგორც ხვდებით, ყველანი ხვდებით უკვე მე მგონი, რომ ნელ-ნელა გადის ქართული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. და ჯერჯერობით რასაც უყურებთ, არავინ არ აპირებს ამ ჩამდები პოლიციელების დასჯას. და სისტემური დანაშაული აბა სხვას რას ნიშნავს? ანუ თუ შენ ადამიანებს არ სჯი ნარკოტიკის ჩადების გამო, ანუ სისტემა ფარველობს ადამიანებს. სისტემურ დანაშაულს რა იმით ვითვლით, რომ რამდენი ჩამდები ადამიანი გვყავს პოლიციის სისტემაში. ამით ხო არ ითვლება სისტემური დანაშაული. სისტემური დანაშაული ითვლება იმით, რომ სისტემის წევრი სჯი ადამიანებს ჩადის დანაშაულს და ის არ ისჯება იმის გამო, რომ ის სისტემის წევრია. ეს არის ამის განმარტება, ხო, სინამდვილეში. ამიტომ კი ჩვენ ჯერჯერობით შეიძლება არ გვაქვს დადასტურებული შემთხვევა იმისი, რომ სისტემურია დანაშაული, იმიტომ რომ შეიძლება დასაჯონის პოლიციელები რომელმაც ჩაუდეს რეპერებს, ხო, პირობითად, მაგრამ თუ ეს ადამიანები ეს საქმე როგორც მიდის ის ეწავა ბოლომდე და არავინ არ დაიჯება ამ საქმის გამო. სისტემური დანაშაულის ნიშნები არ გვექნება, თუ რა ხარ სისტემური დანაშაული მხოლოდ ისაა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები ჩაიდნენ და ქართულ ოცნების წევრებს არ შეუძლიათ ჩაიდინონ. ეს ასე არ არის, ხო? ამიტომ ჩვენ მდგავართ ახლა აი ამ რაღაცა გზა გამყოფის წინაშე. როდესაც გვყავს ჩამდები პოლიციელები, გვყავს სისტემა, რომელიც როგორც ჩანს ჯერჯერობით ცდილობს დაიფაროს ეს პოლიციელები და ეს მე არ გულისხმობ მხოლოდ უშუალოდ იმ შემსრულებლებს, არამედ ბრძანების გამცემებსაც. და რატო ჭირდება ყოველთვის აქ არ არის ყოველთვის გასაგებია ბექა ამბობს რომ ეს ჩაგზელიანი იყო არ იყო პოლიტიკოსიო. პოლიტიკოსი არაფერ შუაში არ არის სისტემურ დანაშაულთან. სინამდვილეში სისტემა ამით აშინებს ადამიანებს და ის ამით აკონტროლებს საზოგადოებას. კი არ აკონტროლებს იმით სისხლისმღერლის კოდექსი როგორ დავიცვათ, რომ ადამიანმა სხვა არ უნდა მიაყენოს ზიანი. არამედ ეს კონტროლი დამოკიდებულია კონკრეტულ შიშზე და შიშის მისაღწევად სისტემა იყენებს სხვადასხვა ინსტრუმენტებს. ერთ-ერთი ინსტრუმენტი არის ჩადება და საერთოდ არ არის სავალდებულო პოლიტიკოსებს ჩაუდონ. აბა ვინმე გამახსენოს წინა ხელისუფლების დროს რომელ პოლიტიკოს ჩაუდეს, არ ვიცი, შეიძლება ერთს ვიღაცა ჩაუდეს, მე არ მახსენდება უბრალოდ ესეთი რაღაცა. მაგრამ აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლები ბატონმა კაკიმაც თქვა, რომ წინათ სისტემურად უდებდნენო. რაში არის განსხვავება მაშინ? მაშინაც არ უდებდნენ პოლიტიკოსებს, ხო, ამ თვალსაზრისით. და ეს ხო არ არის ჩვენი სტანდარტი, რომელიც ჩვენ გვინდა 2017 წელს, თუნდაც ეგრე ყოფილიყო წინა ხელისუფლების დროს. დღეს არის 2017 წელი. ჩვენ გავიზარდეთ საზოგადოება. დღეს აბსოლუტურად სხვა მოთხოვნები გვაქვს. ჩვენ საზოგადოება თუ ძალიან არ აღშფოთდებოდით ხოლმე წინა ხელისუფლების დროს ჩადების დადასტურების შემთხვევაშიც კი დღეს აგერ ორ რეპერს რო ჩაუდეს დავინახეთ რა პროტესტი მოყვა საზოგადოების მხრიდან. ჩვენ დღეს სხვა სტანდარტს მოვითხოვთ. დღეს ჩვენთვის ჩადება ტეხავს მეგობრებო. და ამას მიმართავდი საქართველოს მთავრობასაც, პოლიციელებსაც. ჩადება უბრალოდ ტეხავს. მარტოს სისხლისმღერლის დანაშაული კი არ არის. სამარცხვინოა 2017 წელს ჩვენ ჩადებაზე ვაპარაკობდეთ. სამარცხვინოა იმ ხელისუფლების პირობებში, რომლებიც სხვა დაპირებით მოვიდა, რომლის ძირითადი ძალაუფლების წყარო, ხელისუფლებაში მოსვლის წყარო იყო იმ წინა ხელისუფლების მიერ გატარებული არასწორი სისხლისამართლის პოლიტიკა, მათ შორის ნარკოპოლიტიკა. დღეს ზუსტად იგივე პრობლემებზე გვალაპარაკებდეს. ეს არის ხო სინამდვილეში თავარი პრობლემა. მოდით ბატონ აკაკის დაუბრუნდეთ. ბატონ აკაკი, თქვენ ისმენთ ახლა იმ მოსაზრებებს, რომელიც არ დაემთხვა ახლა თქვენს მოსაზრებას, მაინც არის ეჭვი, რომ აქ სისტემურობასთან გვაქვს საქმე. მე მაინტერესებს თქვენი კომიტეტის კანონპროექტი კონკრეტული შეძლებს თუ არა იხილოს დღის სინათლე, იქნება თუ არა თანხმობა თქვენი აზრით უმრავლესობაში საიმისოდ, რომ ამ კონკრეტულმა კანონმდებლობამ მაინც შეუშალოს მაქსიმალურად ხელი ყველა იმ პროცესს მავნებლურს და არასწორს, ნეგატიურს, რაც ამ დროისთვის როგორც ეჭვი თქვენთვის, მაგრამ როგორც ფაქტი, თქვა ჩვენი რამდენიმე სტუმრისთვის არის სახეზე. მცირე კომენტარი, ვეთანხმები იმაში, რომ სისტემური დანაშაული იქნება იმ შემთხვევაში, თუ არ გამოიძიება საქმეები, არ იქნება ბოლომდე მიყოლენ და არ იქნება ადამიანები დაჟილი, თუ დადგინდა, რომ ასე ჩადებას ადგილი ქონდა. ეს არის სწორედ ჩვენი პოზიცია, რომ უკაცრესად უნდა დაისაჯონ გამოძიების შემდგომ ის ადამიანები, თუ ასეთ ფაქტებს ადგილი ქონდა. დამთავრდა წინანდელ შემთხვევაში ეს გადაიზრდება სისტემურ დანაშაულში და ამ კუთხით არანაირი უთანხმოება მე მგონი ჩვენ თქვენ რესპონდენტებთან არ აქვს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მინდა ხაზი გაუსვა. მე ძალიან მინდა რომ კარგად გავიგოთ, რომ ბატონი ზვია ძიძიგური და საერთოდ კონსერვატორების ფრაქცია მე მიმაჩნია ერთ-ერთ ყველაზე უფრო პატრიოტ ადამიანებად და ზნეობრივ პოლიტიკოსებად ამ ქვეყანაში და დამერწმუნეთ მათი პოზიცია ის გამოხატული, რაც ამბობენ, არ გამოწვეული არანაირად ამ დროინდელი თუ ეხლამდელი საარჩევნო კონიუნქტურით. არამედ ეს არის მათი წამსი და მათი ზრუნვა იმაზე, რომ მომავალი თაობების შვილები, რომელთაც ჩვენი შვილები და ესეთი ბევრ
ყავს უმრავლესობაში და ესეთივე აზრი ბევრს აქვს ამასთან დაკავშირებით, რომ დაცული იქნენ ნარკოტიკების მოხმარების დამღუპველი წრისაგან. იმ შემთხვევაში თუ იმიტომ შიში ეს ლეგიტიმური შიში არსებობს, რომ თუ საპატიმრო სასჯელი აღარ იქნება, ამ შემთხვევაში არ იქნება საკმარისი პრევენცია ის რომ ადმინისტრაციული სასჯელი იქნება თუ შეზღუდვა უფლებებში და ამის გამო ჩაერთვებიან ამ დამღუპველ, ასე ვთქვათ, საქმიანობაში, რაც თქვენ ნარკოტიკების მოხმარება. აი ეს ლეგიტიმური შიშები უნდა გავუფანტოთ ჩვენ კოლეგებს, უმრავლესობის წევრებს, ისე როგორც საზოგადოების შეიძლება ნოაკაკი ეს მაინტერესებს, აი თავდაჯერებული ბრძანდებით ამ პროცესში. აი მაგას გეუბნებით, იმის დემონსტრირებით. აი გეტყვით რა, მე ჯერა, რომ დღეს არსებობს პრაქტიკულად აი ძალიან დამაჯერებელი მტკიცებულება საერთაშორისო მასშტაბით. იგივე ჩვენი საკუთარი ქვეყნის გამოცდილება, გაანალიზებული ძალიან სწორად, მიწოდებული სწორად, დისკუსიებით, ჭეშმარიტებამდე დასვლით. მე მიმაჩნია, რომ ამ საბუთებით, ამ არგუმენტებით ჩვენ შევძლებთ ჩვენი კოლეგების დაჯერებას, რომ ეს კანონმდებლობა, რომელსაც მივიღებთ, არ მიგვიყვანს ჩვენ ნარკოპოლიტიკის, უბრალოდ ნარკოტიკების მოხმარების პრობლემის გამწვავებისაგან. პირიქით, რომ ნაკლები, რომ ციხე არ ნიშნავს ნაკლებ მოხმარებას. ციხის სასჯელების ვადების გაზრდა არც ერთ ქვეყანაში არ ნიშნავს ნაკლებ მოხმარებას. პირიქით, მეტი მკურნალობა, მეტი პრევენცია ნიშნავდა, რომ ნაკლები მოხმარებელია, ამის გამო ნარკოტიკების გასაღებაც უკვე უფრო ადვილი ხდება ბრძოლა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთანაც. ჩვენ უნდა მოხმარებელი გამოვაცალოთ ამ საშინელ ბიზნესს, რომელსაც ნარკობიზნესი ქვია. მოხმარებელს გამოვაცვლით მხოლოდ კურნალობით და პრევენციით, დახმარებით და ზრუნვით. აი ეს არის მიდგომა, რომელიც დღეს თელმა მსოფლიომ პრაქტიკულად პროგრესულმა კაცობრიობამ აღიარა და მიგვაჩნია, რომ შევძლებთ ჩვენ ამ საკითხზე შედახვებას, იმიტომ რომ აქ ჩვენ ვართ პოლიტიკოსები, რომელიც ადამიანებზე ვართ ორიენტირებული ქართული ოცნება, ადამიანზე ორიენტაცია აჩვენა ბოლო 5 წლის განმავლობაში, მე მგონი ყველა იმ რეფორმებს, რაც გაწარდა სოციალური თუ ჯანდაცვის კუთხით და ანალოგიურ მიდგომას შევინარჩუნებთ ჩვენ ადამიანური ნარკოპოლიტიკის სწორედ ამ კუთხით და დავარწმუნებ მე მჯერა ჩვენს კოლეგებს და მივალთ იმ საღაზრამდე, იმ შუალედამდე, რომელსაც აუცილებლად დაგურგვინდება შესაბამისი კანონმდებლობის მიერ. მადლობთ, საინტერესო იყო ზვიად ძიძიგურის აზრის მოსმენას, თუმცა მან არის სურვა დღეს თავისი მოსაზრების არგუმენტირება, ასე რომ პრაქტიკულად აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მომხრენი ყავს კანონმდებლობის ლიბერალიზაციის მიმართულებით, თუმცა ეს ბომბი უმრავლესობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დევს, რომ შესაძლოა წინააღმდეგობის გაწევა მოხდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით უკვე კანონმდებლობის დონეზე. ხო ბატონო ვაკაკი, ასეთი რამ გამოიკვეთა ყოველ შემთხვევაში. ძალიან ჯანსაღი პროცესია ხალბატონინო. ძალიან ჯანსაღი პროცესია, ჩემი აზრით, ესეთი პროცესი უნდა იყოს შემოყვალა ისეთ კანონმდებლობაზე, რომელსაც შეიძლება საზოგადოებაში ერთიანი აზრი ასე არ იყოს. აშკარა, კარგი, გაშლილი, ღია დებატები, სადაც თითოეული მხარე თავის არგუმენტს გამოთქვამს და მივიღებთ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხის სასკეთო გადაწყვეტილებას და დამერწმუნეთ არ არის ხმაღვალი სიტყვები. მადლობა აკაკი ზოიძეს, იაგო ხვიჩეს, ბექა ციკარიშვილს, ხათუნა თოდაძეს, სტუმრებს, რომლებიც იღებდნენ დღეს პოლიტმეტრში მონაწილეობას. ჩვენ პირველი ნაწილი გადაცემის დავასრულეთ. გელით საინტერესო მეორე და მესამე ნაწილი ჩვენ ვუმასპინძლებთ აფგან მუხთარლის მეუღლეს ლეილა მუსტაფაევას. გავიგებთ რა ხდება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე ბოლო პერიოდში მეტი მდუმარება ვიდრე აქტივობა ამ თვალსაზრისით, ამიტომ დეტალებს გამოვიკითხავთ, ასევე თვითმმართველობის არჩევნები. მეორე ბლოკი გადაცემის მიეძღვნება ამ თემას ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ასევე ხათუნა ლაგაზიძე, პოლიტოლოგი კახა მაღრაძე, საკონსტიტუციო კომპანია ჯეპრადან იქნებიან ჩვენი სტუმრები გადაცემის მეორე ნაწილში, ასე რომ დაგველოდეთ. ბათუმში, ქალაქის პრესტიჟულ უბანში, აკვაპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე